თუ გინდა ფული მოიზიდო, ფულზე არ უნდა იფიქრო. როგორი ირონია რა? ადრე ვერც მე ვიგებდი ამ ფრაზას და დღეს ყველაფერს აგიხსნი ეზოთერიკის და ცრუ მეცნიერების გარეშე. თუ გინდა შოულობდო მეც, ლოგიკურია რომ შენ სავანგო ანგარიშზე უნდა იყოს მეტი ფული ვიდრე არის დღეს. ეს ფული შეგიძლია იშოვო შემდეგი გზით. პირველი, დაბეჭდო საბეჭდი მანქანით, მეორე, მოიპარო, მესამე, უფრო სთხოვო, მოგიმატოს ხელფასი და მეოთხე, შენს ბიზნესში მეტი კლიენტი მოიზიდო. აქედან პირველი ვარიანტი არალეგალურია, ფულს ვერ დავბეჭდავთ. მეორე, მოპარვით თუ მოიპარავ, კანონის წინაშე აგებ პასუხს. მესამე, თუ უფროსი მოგიმატებს ხელფასს, მოგიმატებს მაქსიმუმ 10-20%-ით, რითიც არ იქნები კმაყოფილი და მეოთხე, ყველაზე ნახდი ვარიანტი არის მეტი კლიენტი მოიზიდო საკუთარ ბიზნესში, რაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ შენი კონტროლის ქვეშ. როგორ უნდა მოეზიდო მეტი კლიენტი? თუ კლიენტი შენში დაინახავს, რომ მისგან მხოლოდ ფული გინდა, მუდმივად ამაზე იფიქრებ, რა თქმა უნდა, ამას იგრძნობს. წარმოიდგინე, გოგოსთან პაიმანზე მიდიხარ და სექსზე გიტრიალებს მხოლოდ ფიქრები. ამასაც ხო გრძნობს გოგო და შესაბამისად სექსამდე საქმე შეიძლება არც მივიდეს. ზუსტად ამიტომ ბიზნესი და სექსი ძალიან გავს ერთმანეთს. ყველაფერი უნდა მოხდეს ნაბიჯ. თუ შენ არ იქნები სასარგებლო კლიენტისთვის, თუ არ ჩამოაყალიბებ მასთან ურთიერთობას, თუ არ გაუმჯობესებ კომუნიკაციის უნარებს, ქარიზმას, არის სწავლი გავლენას ადამიანებზე, არც ფული მოვა შენ ცხოვრებაში. ამიტომაც თუ გინდა მეტი ფული გქონდეს, ფულზე კი არ უნდა იფიქრო, არამედ როგორ გაუმჯობესო საკუთარი და ასევე შენი კლიენტის ცხოვრება. და ფული როგორც პოზიტიური გვერდითი ეფექტი აუცილებლად მოვა. თუ გსურს ისწავლო კონტენტის შექმნა, რომელსაც მოყავს მხოლოდ მიზნობრივი აუდიტორია შენს ბიზნესში, ხომ იცი სადაც უნდა მიპოვო.